ამინ სახელით ამისათა დაზისათა და სულისაც მინისათა ჩვენთან არს ღმერთმა დააგლოცოთ დააკუთხოთ გაგაძლიეროთ შეგეციოთ აღსრულებული მსახურების ძალი და მადლი დღეს არის სცენება მოწამისა მარკოზ არეთუსელი ეპისკოპოსისა რომელიც იულიანე განდგომილის დროს ეწამა ქრისტეს არწმუნოებისათვის ეს არის მეოთხე საუკუნე თავიდან მარკოზი როდესაც კონსტანტინე დიდი იყო იმპერატორი იმ პერიოდში მან აღასრულა ესეთი საქმე რომ საკერპოები შემუსრა ესე რომ ვთქვათ როდესაც სახელმწიფო რელიგია და აღიარეს მართლმადიდებლური სარწმუნოება თუ რაიმე საკერპო იყო იმპერიაში შეიმუსრა მისი ხელით მისი ჯერჩინებით მისი თაოსნობით ესე რომ ვთქვათ და როდესაც უკვე იულიანე განდგომილი მოდის იმპერიის სათავეში მას დაასმენენ ესე რომ ვთქვათ ვისაც გულში ჩარჩათ ანუ ეს წარმართებს გულში ჩარჩათ ეს მისი ქმედება მარკოს დაასმენენ იულიანესთან და მას შეიპყრობენ მრავალ ტანჯვა წამებას შეამთხოვენ მას არის მოთხრობილი რომ თმებს მოგლეჯენ ჭაობში დააყოვნებენ რაღაც დროის განმავლობაში მის სხეულს დასერავენ და ასეთ მრავალ ტანჯვა წამებას გადის ეს დიდი მოღვაწე მაგრამ ხდება ისე რომ არეთუსის თვითონ მოქალაქეები გადაარჩენენ მას გამოითხოვენ მას და სთხოვენ რომ შეწყვიტონ მასი ტანჯვა და მართლაც სიცოცხლეს შეუნარჩუნდება და ამის შემდგომ ნათქვამია რომ მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტები ქრისტიანულ ცხოვრების გზაზე რატო იმიტომ რომ მათ იხილეს მისი მხნეობა მისი სიძლიერე მისი რწმენა და ის სასწაულები რომელიც სასწაულებიც აღესრულებოდა მისი წამების ჟამს რომ ნათქვამია რომ ტკივილი არ ეკარებოდა ერთი მომენტია ნათქვამის ცხოვრებაში წამების დროს რომ თაფლი წაუსვეს და ქონი და ესე რომ ვთქვათ დააგდეს რომ ფუტკრებსა და წერებს ესე რომ ვთქვათ ეჯიჯგნათ და აი ამ ტანჯვა წამებას უძლებდა სასწაულებრივად ღვთის მადლითა და შემწეობით და ამ სასწაულის მხრივ მრავალი ადამიანი მოექცეოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მისი ცხოვრება სრულდება ისე რომ როგორც ვახსენეთ რომ იღწვის შრომობს სულიერად და მრავალ ადამიანს მოუყვანს ესე რომ ვთქვათ ქრისტეს სამწსოს წევრი გახდება მრავალი ადამიანი შეგვეციოს მისი ლოცვა-კურთხევა ესე ხსენება დღეს ღირსა იოანე მეუდაბნოისა რომელზეც ცნობები ძალიან მწირად არის მეოთხე საუკუნის მამა იყო ბავშვობიდან იგი დედასთან ერთად დევნილობაში იყო როდესაც წარმართი იმპერატორები დევნილ ქრისტიანებს დევნილობაში იყო და როდესაც გაიზრდება მეუდაბნოი ცხოვრებას დაიწყებს და ისეთ ღვაწლ სიტვირთავს დამშრალ ჭაში სადაც მრავალი ქვეწარმავალი ბინადრობდა იქ იწყებს ცხოვრებას წარმოიდგინ დაყუდებულ ცხოვრებას მთელი მარხვის განმავლობაში საერთოდ უჭმენ-უსმელი იყო და ასე განლევს ამ ჭიდან არ ამოვა და ამ ჭაში განლევს თავის ცხოვრებას ლოცვაში მარხვაში ღვაწლში და ანგელოზნი უზიდავდნენო საკვებსო წარმოიდგინეთ როგორ წელია მის ცხოვრებაში და როდესაც გარდაიცვლება ამ ჭაში მრავალი სასწაული აღესრულებოდა სადაც მოღვაწეობდა წარმოიდგინეთ რასაც შეხები ეს მინდანი იმ ყველაფერმა დიდი სასწაულმოქმედების ძალა მიიღო მე შეგვეციოს მისი ლოცვა-კურთხევა დაგლოცოს და გაგვაძლიეროთ